დავდივარ ოდესის ოლქში. დავხვებიან გამგებლები ჩვენი დარიშო რაიონის და გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მიუხედავად იმისა, რომ წარე ოპოზიციაში ვარ, ეს გზები აქ რომელიც დავიწყეთ, ჩვენ ვაშერებთ კიდე. ჩემი გუნდი აშერებს, იმიტომ რომ კიდე ჩვენ ნახევარი ესენი იქნებიან და დავდივარ და ვისპექტირებ გზების შენებლობის ხარისხს რაღაცას და ნუ ახლა გზის პირას გავჩერდით, რომ თქვენ გაგესაუბროთ და დაგელაპარაკოთ. აქ ავაშენებ ბოლო 6 თვის განმავლობაში დაახლოებით 250-300 კილომეტრზე რაც 40 წელი ამოსწრები ოდესის ოლქს. ამიტომ აქ გარკვეულ უკრაინელი პარტია აიღებს ხელისუფლებას, მაგრამ სანამ ჯერ კიდევ გვაქვს ხელისუფლების დარჩენები ოდესაში, დავდივარ და ვამოწმებ. მეორეა მინდა გითხრათ, რომ დიდი მადლობა გითხრათ არჩევნებში გამოჩენილი გამბედაობისთვის. მინდა მართლაც გურიამ სასიამოვნოდ გამაგვირვა, ძალიან მაგარი შემადგენლობა ყავს მათ ყველა უკლებლის სამი რაიონში და მინდა ყველას მადლობა უთხრათ, სათითაოდ ეხლა იქ ჯერ ნასაკირალში დაიწყო ჩვენი ამბები, შემდეგ ყველგან ჩოხატაურშიც, ოზურგეთშიც, ლანჩხუთშიც, ჩვენი კახაშკურავაც, ჩვენი მჟავანაძე დათო, ჩვენი დიმიტრი ყორიფაძე, ყველა ვინც მაგრა იმუშავა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს თქვენ მადლობა თქვენ, მაგარი ხალხი ხართ მართლა. და მინდა გითხრათ, რომ აი მართლა ნათელი და კარგი ხალხია ჩვენ ორგანიზაციაში გურიაში. ხალხს რომელიც ამდენ გაგიჭირდათ უხელფასობაში, უბედურებაში, დევნაში, ამრეზით ყურებაში დასაწყისს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ საზოგადოების დამოუკიდებლობა ყველა ხედავთ როგორ შეიცვალა და კიდევ უფრო შეიცვალა უკეთესობისკენ. ამიტომ ჩვენ რომ ემზადებით 20 იანვრის ყრილობისთვის, ყრილობა არ უნდა გადავდოთ. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხალხმა უნდა დაიბრუნოს პარტიის მართვა. 20 იანვარს არა მხოლოდ განხეთქილება არ მოხდება, პარტია გაძლიერდება. იმიტომ რომ ეხლა თქვენ და არ არის საიდუმლო, ზოგიერთმა პარტია გამოიყენა როგორც ტრამვაი, რომელშიც უნდა ახდე, მიხვიდე დანიშნულების პუნქტს პარლამენტში მოხვდე და მე ჩამოხვიდე და გააგზავნე. ამიტომ ამ გზავნებისგან ჩვენ დავდავიწყეთ პარტია მხოლოდ გაძლიერდება. ესე არ გამოვა. ეხლა მაგალითად მინდა ვიკითხო, რაგერ არის ბესო კატამონიცას ხვები ყველა, მაგრამ სად არის მაგალითად ნინო არის კუდეში? არა არის. არა, მაგალითად როცა პარლამენტში გადიოდი, ხოდ მოვიდა თქვენთან. ესე გამოდის, რომ რო გასულიყო პარლამენტში, ზუსტად ისევე ჩამოხდებოდა ამ ტრამვაიდან ესე გამოდის, ვიდრე როგორ ჩამოხდა. ეს არ არის სწორი. მე მგონი იმედია, რომ შემოგვიერთება კიდე და იმედია, რომ არა, მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა ეს არ არის დროებითი გამოყენების იარაღი ნაციონალურ მოძრაობა. ნაციონალურ მოძრაობა უნდა მიგვიყვანოს ჩვენი მთავრობა, ჩვენი პარტია და ქვეყანა გამარჯვებამდე. ნაციონალურ მოძრაობა უნდა გააძლიეროს ისევ ქვეყანა. ნაციონალურ მოძრაობა უნდა დაასრულოს ქვეყნის განვითარება და წინსვლა. ამიტომ ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ისეთი ხალხი უნდა ვიყოთ პარტიაში, რომელიც ამაყობს იმითი რაც შექმნა. ამაყობს იმითი რაც გავაკეთეთ იმ 8 წელიწადში. მე რა თქმა უნდა დადობ იმაზე, რაც არ გავაკეთეთ, მაგრამ რაც გავაკეთეთ, ამით ძალიან ვამაყობ. და როდესაც ეხლა, ამიტომ მე არ მომწონს, როდესაც საუბარია ხოლმე ტელევიზიით, რომ აი ჩვენ ძიმე დანაშაულებები, აი ბოდიში უნდა მოვიხადოთ. არაფერი ბოდიში მოსახდელი არ აქვს. ჩვენ გვაქვს შეხვედრით ყველაზე წარმატებული ეპოქა საქართველოს ისტორიაში და უკრაინის განმავლობაში. ვისაც თავზე ნაციის დაკრა უნდა, ვისაც ბოდიშების მოხდა უნდა, ვისაც ივანიშვილის ისტორიის გამეორება უნდა, რომ ამათ ისეთი საშინელებები ჩაიდე. რა ჩავიდეთ საშინელება? ის რომ ქვეყანას დავაგავსოთ, ის რომ ჭაობი დავამოაწიეთ, ის რომ გავაფეთქეთ, ის რომ თვითონ მოსწონება თავღალავად ისროვა, ისე რომ სახში არაფერი არ წაუღია და მარტო აშერეთ და იწვალე უბედურებაში, უშუქობაში, უწყლობაში და იქიდან გამოიყვანეთ ქვეყანა ამაზე უნდა მოვიხადოთ ბოდიში. რა დანაშაულებით ვლაპარაკობ? დანაშაულია ჩვენ დანაშაულებაში დანაშაულია ჩვენი ცილისწავება, დანაშაულია ივანიშვილის ყვილების გამეორება, რომ ჩვენი ბრალი ყოფილა თურმე რაღაცა. ნაციონალურ მოძრაობის აქტივის ბრალი არ ვხოთ არაფერი არ არის. ნაციონალურ მოძრაობის თითოეულ აქტივისტს შეუძლია იამაყოს იმითი, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევხვდეთ. რა თქმა უნდა ჩვენ შევხვდით ძალიან მაგარი რაღაცა.
ოლქში ყველობაზე უნდა ვთქვათ ეს ყველაფერი. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არავის წინაშე ბოდიშის მოსახდე არ ვართ, მithumetes ეს ამუნიჭო, კორუმპირებული, გაუბედურებული საშინელი მთავრობის წინაშე, რომელიც მარტო ნაცნობობით, მეგობრობით და იმით აკეთებს ყველაფერს და თავისი ხელზე რა მიეყრება იმის მიხედვით და ივანიშვილის წინააღმდეგ მიროგორ წინაშე მიროგორ დაიწყეს ხულებს. ჩვენ გვჭირდება ის ხალხი, ვისაც ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ ჩვენ ვართ მართლები. გვჭირდება ახალი პოლიცსაბჭო, იმიტომ რომ ახალი თქვენ უნდა ერჩიოთ ეს პოლიცსაბჭო. პარტიის მართვა უნდა დაუბრუნდეს ვიწრო ჯგუფიდან, უნდა წამოვიდეს და დაუბრუნდეს თქვენ თითოეულ თქვენგანს. იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა. პარტია იქნება მაშინ წარმატებული, მაშინ დაამარცხებს ივანიშვილს და მაშინ დაბრუნდება ხელისუფლებაში, როცა აქტიურად იმოქმედებს, როცა არ გარიგდება ჩვენ არაფერი კომპლიმენტების ალაპარაკო. არ არის სწორი, მე არ ვეთანხმები იმას, რომ ერთის მხრივ აგერ თურმე უნდა თქვათ, რომ არა, ყველაფერი ცუდი არ არის, ხა იქ ივანიშვილის დანიშნული სრული მართლა გაუგებროა პარლამენტის თავმჯდომარე თურმე არც ისე ცუდი კაცი ყოფილა, ჩვენ თურმე ძიმე დანაშაულები გვაქვს ჩადენილი. მე ამას ვერ დავეთანხმები. რას ნიშნავს ძიმე დანაშაულები? ჩვენ გვაქვს დიდი მიღწევები და ჩვენ შესწორებისგან არავინ არ არის დასხული, მაგრამ ვინც არაფერს არ აკეთებს, იმას ის შესწორებისას არ უშვებს. იმ ადამიანებისგან, ვინცაც შეიძლება ნაკლები ქონდა გაკეთებული, ადვილია ლაპარაკი შესწორების ლაპარაკის. ამიტომ მე შემინებით არ წავსულვარ თქვენგიდან, მაგრამ ივანიშვილის სტელობას, რომ მე ქართულ პოლიტიკას გამრიყოს ქართული პოლიტიკა და მე რაც უნდა ისაკეთოს, არ გამოვა, იმიტომ რომ მე ვარ ბრძოლისუნარიანი, ვარ მოწოდებული რომ გავაგრძელო ეს ბრძოლა და რაც თავია დაგიჭიროს თქვენს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა რაიონში, ყველა ორგანიზაცია ფუნქციონირებდეს, ჰქონდეს საკმარისი რესურსები, თქვენიც რომ ამ ხრივ არათანაბრად დაწილდებოდა რესურსები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ახლა თქვენი ყველა ასაკის მაგარი ხალხი, იმიტომ რომ არაფერი ისე არ გეს როგორც ერთგულება და გამოცდილება. ეს ჩვენი ის რომ მოდით ეხა ვიღაცა ახლები მოვიდეთ, შეიძლება თლაც ერთგულები არ არიან, მაგრამ ეხა თავს მოვიწოლებ. ხო ხედავთ, შემოგვიბრუნდა ცუდად. ჩვენ გვჭირდება ხალხი პირველ რიგში, ვინც არის ერთგული, ერთგულების ფასი არაფერი არ არის. ეს არის იდეის ერთგულება, პირველების ერთგულებაზე არის თქო, იდეის ერთგულება. ერთმანეთს გვერდი ამ იდეის დადგომა. შრომად მუხჩაუხრებ. ამას ჩვენ ყველა ერთად გავაკეთებთ. და ამიტომ ჩვენ გვჭირდება იმ ხალხის წინ წამოწევა, ვინც ამდენი წელი გამოიჩინა ერთგულება, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და ჩვენ ვართ უფრო ძლიერები ვიდრე არასდროს და ვიქნებით 20 წლის შემდეგ უფრო ძლიერები ვიდრე არასდროს. ჩვენ ბევრად უფრო ადრე დავასრულებთ ივანიშვილის რეჟიმს, ვიდრე მას წარმოუდგენია, მაგრამ ამისათვის პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება რომ იყოთ ის ხალხი წინ წამოწეული, ვისაც არ აქვს ეჭვები, ვისაც არ აქვს, ვინც არ გააქიცინებს აქეთ-იქით ხუთს, ვინც არ დაიწყებს ყველგან კვერცხების ჩადებას. ჩვენ უკადასახევი გზა არ აქვს, მე თქვენთან ერთად არ აქვს უკადასახევი გზა. მე მიყვარს საქმის კეთება და საქართველოს ძალიან ბევრი საქმე გვაქვს დაუსრულებელი. ამიტომ დიდი მადლობა რომ შეიკრიფეთ, დიდი მადლობა რომ ერთად ვართ და თუ რამე კითხვები გაქვთ, სიამოვნებით გავცემ პასუხს. მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო. აბა რა კითხვები გაქვთ? მოგესალმებით. პირველ რიგში გეტყვით რომ საქართველოს არის ძალიან ძიმე მდგომარეობა. ცოტა ხმა მოვატო რა? საქართველოს არის ძალიან ძიმე მდგომარეობაში. მე ამას ყოველგვარი პატეტიკის და გადაჭარბების გარეშე ვიძახი. ზებს საუბარობთ ის მშენებლობაზე, თქვენ შეფროთ პრაქტიკულად. საგანძილებია. მე ხანძიმ რა წასული მე ერთადერთი შეკითხვა მაქვს. როცა შეტარდება, უნდა დავიწყოთ ის მოძრაობა თქვენის ხელმძღვანელობით, რომ ძალიან მალე დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი. სხვა გამოსავალი აქ არ დგას. ჩვენ არც მე ვარ პრობლემა, წეგან საუბრობდი მეგობრებთან. არც დათომ ჟავანაძეა პრობლემა, არც ბესო კათამაძე, თქვენ ხართ პრობლემა იმ გაზულუქებული ოლიგარქის. ამიტომ ძალიან ხო მე ლანჩუკლების თოვნას ვახმოვანებ, ჩემი მეგობრების თოვნას ვახმოვანებ, ძალიან ხო. ძალიან მაგარი უკრაინის პოლიტიკას περίπτωση, მაგრამ უფრო მეტი იფიქროთ საქართველოს და ძალიან მალე იფიქროთ აქ დაბრუნებაზე. ყოველ პარტიის გარშემო. მე მაგალითად სულად გულწრფელად ყოველგვარი რაღაცეების გარშემო. აი ამიტომ ძალიან ბევრი იფიქრეთ ამაზე, რომ ჩვენთან იქნას მალე დაბრუნდეთ და ჩვენ შემდგომ ჩამოვიდეთ რუსმანზე უცებს. როცა თქვენ დაბრუნდებით აქ და იმედიანად ვიქნებით, რომ საქართველოს მოდით ესე ვქნათ.
ჯერეთი მინდა თქვა რომ რა თქმა უნდა უკრაინაში მე არაფერს არ წარმოადგენს თქვენ გარეშე. იმიტომ რომ უკრაინაში ვარ იმის გამო რომ საქართველოში არ დამატებდეს ეს 100 არის ნამდვილად. მაგრამ უკრაინაში თქვენ გარეშე არაფერს არ წარმოადგენს და მთელი ლაპარაკი იმაზე რომ სააკაშვილის დისტანცირება საკუთარი პარტია იმ დროს დაიწყო როცა ყველაზე მეტად ჭირდებოდა აქაც ხაზგაჭერა, იმიტომ რომ ვიცხებდი დიდ მოძრაობას და ამ დროს აქაურმა ჩვენმა წრემა უკრაინელ ოლიგარქებმა გამოიყენეს მასშტაბურად ეს რომ ხო ხედავთ სააკაშვილი საკუთარი პარტიიდანაც კი აგდება. ამიტომ მე არ ვიცი რა იყო мотиваცია იმ ჩვენი ხალხის ვინც იმ პატარა ჯგუფის ვინც დაიწყო ამ პროცესის ინიციირება ჩემი პარტიიდან დისტანცირების და ჩემი მასშტაბ ისტორიული კრიტიკის მე გასაკეთებელი რა თქმა უნდა შეიძლება ვერ მქონდეს მაგრამ ძალიან ცუდად დაემთხვა აქაური ცუდი ხალხის ინტერესებსაც და მათ შორის ზოგადად საქართველოს საკეთილმოსურების ინტერესებს რა თქმა უნდა ჩემი გულის გასკვეთენ რა თქმა უნდა საქართველოში რა მოხდება ჩემთვის ეს არის სასიცოცხლო და გადამწყვეტი საერთოდ ეჭვით არ შეგეპაროთ ამაზე იმიტომ რომ რეალურად ყველაფერი რაც რითაც ვამაყობთ დაკავშირებულია თქვენთან მათთვის პრობლემა არ ვეთახმებ ბესო ქათამაძეც არის პირველ რიგში დათო ჟავანაძეც არის თითოეული თქვენგანიც არის რა თქმა უნდა რომ ივანიშვილო იყო მათ ჩამოსული ოზურგეთში და დათო და ჩვენი ჯგუფი რო დახვდა ეგი არასოდეს არ დამოვიწყდება იმიტომ ხო უთხარი ციბად და რა თქმა უნდა ვერ დავოყურებ ვერანაირ შეორდაცემოკაში ძალიან მაგარი და განათლებული ხალხი არ დავოყურებ და ვერცი მათ დაბაგონება რომ აბა ეხა ნაცარი თავზე დაიხარეთ აბა მოემზადეთ კიდე 2030 წლამდე ეს უნდა იყოს დაივიწყეთ სააკაშვილი ეს არის წარსული თუმცა ივანიშვილია ჩვენი მომავალი და მე ვარ წარსული ჩვენზე უკეთესად რამე რო გაეკეთებია სიამოვნებით დავდახტებოდი რომ ყველაფერი მაგრამ არ აკეთებენ უკეთესად პრობლემა იმაშია რომ ჩვენ და მეორე როდესაც გვერდზე გაწევაზეა საუბარი ჩემთან კი არა პრობლემა ვიხავს ვინ ჩემს გაწევა მათ პრობლემა აქვს თქვენთან მათ პრობლემა აქვს აქტიურობასთან მათ პრობლემა აქვს ძოლის ხალხთან აბა რანაირად უნდა უძახო ამ ხალხს ჯოგი რანაირად უნდა უყურო ზემოდან ქვემოთ რანაირად უნდა ეძახო რომ გაუნათლებლები არიან ხართ და ჩვენ ვართ განათლებულები თქვენ მე არ გამოვა საქმის კეთებელი ადამიანი განათლებულიც არის კულტურულიც არის ინტელიგენტიც არის მე არ მეგონება იმ პატარა ჯგუფში მეათედად ისეთი ინტელიგენტი ხალხი როგორც ჩემ ყვედრია თუნდაც გურიაში ხალხი ასე რომ მოდით ეხა ესეთ ლაპარაკებს უნდა მოეშვას ყველა ნუ ახდენთ საკუთარი კომპლექსების პროვოცირებას ჩვენ ხალხზე ვისაც შეუძლია ბრძოლა ის უნდა იყოს ბრძოლაში და ცდილობა რომ ხელოვნურად შემოწყვეტოთ მოედანი და მარტო დარჩეს პატარა ჯგუფი და თან ავტომატურად ყველა ჩვენ უნდა დავირაზმოთ და თუნდაც ყველა არჩევნებს ხმამიცენ ესე არ გამოვა ჩვენ აქ 1% არაფერში 1% არის ერთ ხარეს 99%-ია მეორე ხარეს 99% 1%-ს იმდენად არ საჭიროებს ამ 1%-ს 1% 99%-ს გარეშე ვერ გაწევს მაგრამ ამას არის არსებობს რაღაც პრინციპები არ გამოვა ერთდროულად ამ ნავში იჯდა თან მუდმივად არ ყევდნენ მათ და იძახოდნენ რომ არა აქ რაღაცა თლათისი არ არის და თლათ დანაშაულებები არის ჩადენილი თლათის რასიშ ჩვენ გვჭირდება ის ხალხი ვინც იამაკებს და ვისაც ზუსტი პროგრამა ექნება როგორ გავაგზავნოთ რა გავაკეთოთ რა არის ივანიშვილის ბოშორების სწორი და სწრაფი გეგმა ის კი არა 4 წელი გაცხადებების კეთება ხელმოღერებული ტრიბუნიდან სწორი გეგმა თელი საქართველოს მასშტაბით საქართველოში არ უნდა დარჩეს ადგილი სადაც ამუნარ უკრარა მავნებელ ხალხს არ შეუქმნით დისკომფორტს ყოველდღიურ დისკომფორტს აი როგორ შეუქმნით ივანიშვილის ბოშორებს ყველა მათგანი უნდა იცოდეს ყველა მათგანი არის პატარა ივანიშვილი რას ვეფერე ვინ არის კობახიძე ვინ არის რომ ვეფერო სრული ვიღაც არანაორმა ამოსვლის საიდანაც მოყვანი და თურმე ჩვენ უნდა სერიოზული სახით ვიძახოთ რომ არა კობახიძე კარგი კაცია კაცო იმას რას ნიშნავს იმას ჯობი რას ნიშნავს რითი არის კარგი ყველა ვინც ემსახურება ივანიშვილს ემსახურება საქართველოს ტერს და ემსახურება საქართველოს გრევას და არ არსებობს იქ კარგი და ცუდი კარგი ადამიანი არ შეიძლება იქით იყოს კარგი ადამიანი და კონსტიტუცია არ შეიძლება იყოს კონსტიტუციაში ივანიშვილის გვერდზე რა არის აქ გავყევარი ყველა მათგანი ემსახურება ერთ რამეს რომ ქვეყანა გაღადაკდეს, გაუგებრდეს, შეურაცხყოფილი იყოს და საერთოდ გაქრეს რუკიდან. ყველა ვინც ამას ემსახურება, იმაში არ შეიძლება იყოს კარგი და ცუდი. ყველა ერთნაირი მოსაშორებელი და ყველა ერთნაირად ერთხელ სამუდამოდ დასალაგებია საქართველოს. რა არის გაუგებრება? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ კომპრომისების დრო აღარ არის 20-ში უნდა ჯერთი ხილობის გადადება არ შეიძლება. სანამ უნდა გაგრძელდეს მუდმივი ჭორაობა, უბედურება, ინტრიგები, რომ იმან ამაზე ესე თქვა, იმან ამაზე. ერთხელ და სამუდამოდ შევიკრიფოთ ყოველგვარი ექსესების გარეშე რა სისულელეო ვიღაც კოსტუმებს დაახევს და კვერცხებს ეცვლის ვის სად უნახიათ ივანიშვილის ხორვესლებს კაცო ჩვენ ხო ხოცები ხო არა ვართ ვიღაცას კვერცხები უშვებს სომე გინახიათ რომ ნაცრომოძრაობას ვინოისთვის კვერცხები დაეში და
ოპოზიცია, წარე ოპოზიციაში ვიყავით. ვინმესთვის რამე შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ცივილიზებული, მაგრამ ბრძოლის უნარიანები. და ამიტომ უნდა შევიკრიბოთ და თქვათ, ვინმეს რამე სათქმელია, ყველამ თქვას ის სათქმელი აქვს, ჩავხედოთ ხალხს თვალებში და ხალხი ნუ მე დაველაპარაკებთ, რომ ხალხს არაფერი არ ესმის და მარტო ვათეთთ, იმიტომ რომ ჩვენ შეცდომით დაუშვით რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ შეცდომით დაუშვით საარჩევნო სიის დაკომპლექტებისას, ჩვენ იმიტომ არ გავითვალისწინებთ ფართო წარმოადგენლობა ხალხის, ჩვენ შეცდომით დაუშვით საარჩევნო პროგრამის შედგენისას, ჩვენ ცენტრმა დაუშვა შეცდომები, რომ არ მოემზადა მანიპულაციების მოსყიდვისთვის და გაყალბებისთვის მასშტაბური და გეგონება იმაში ვიყავით ნორვეგიაში, ისლანდიაში და რუს ოლიგარქთან არ ხოდა საქმე, ჩვენ შეცდომა დაუშვით, როცა სათანადოდ ვერ დავიცავით ჩვენი ხალხი და შეცდომას დაუშვათ თუ ეხლა დავწვევით და მივიღეთ მათ თამაშის წესი. ეს არის შეცდომა. ის კი არა, აღშენებლობა შეცდომა არ ყოფილა. წინსვლა შეცდომა არ ყოფილა. ჩვენი ხალხის წინ დაწინაურება შეცდომა არ ყოფილა. ჩვენი ამოცანა თქვენ რომელიც შეინარჩუნეთ ერთგულება დაგაბრუნოთ ხელისუფლებაში ყველგან საქართველოში. არა შემთხვევითი მგზავრები, არა დროებით ტრამვაიში ამოსული ადამიანები. ის ხალხი ვინც არასოდეს არ ჩასულა, ვინც ყოველთვის იყო. და ვინც რატომღაც ყოველთვის უკანასკნელებზე ყავდა გადასმული იმის გამო რომ წინ მუდმივად ამოდიოდნენ ერთი ხან ვიღაცა თავმოწონეთ სანამ ეს მატარებელი სწორ ვიდეო და სწრაფად თუ ეს რაც არის და ეხლა როდესაც ხელახლა დასაკופია წინსასაყვანია ზედმეტი მართლა ტვირთის დროს გაკიდების დრო არ აქვს ახლა უნდა ჩვენ ვიმუშაოთ იმაზე რომ ისევ თქვენ წამოგციოთ წინ ხო ნახეთ ვინ არის ერთგული ხო ნახეთ ვინ არის ძოლის უნარიანი ნასაკირას მთელი კორცხალში მაგრა იმუშავებს ჩვენო მაგრამ ნასაკირას ვერც ხელი ხონდა ჩაქნეული ხო ხედავთ როგორ მიიყვანეთ ნასაკირას რატომ მოხდა ეს იმიტომ რომ ნამდვილად ვიბრძოლეთ და მართლა ხალხმა იცოდა აი ჩამოვიყვანეთ ხალხი თურქეთიდან ყველა თავისი მოზიდა და ხელისუფლება ებრძოდა ჩვენ ცენტრიდან იმხრივ არ მიგება. ხო გაიმარჯვეთ. ესე იგი, ეს არის მოდელი, როგორ უნდა გაიმარჯვოს საქართველოს იმ არჩევნებში, რომელიც ბევრად უფრო ადრე იქნება, ვიდრე წარმოუდგენთ. ივანიშვილი ახლა დაარღვევს კონსტიტუციას. აუცილებლად მოექცეთ უზურპაციას და ამაზე ხალხმა უნდა უპასუხოს. და ხალხმა არ შეიძლება არ უპასუხოს გაუსაძლის გაჭირვებას. ხალხმა არ შეიძლება არ უპასუხოს ლარის ხურს. ხალხმა არ შეიძლება უპასუხოს იმას, რომ მარტო თავისიანებს აწინაურებენ და მარტო თავისიანებს აძლევენ ყველაფერს. ეს არის უსამართლობა. ხალხმა არ შეიძლება უპასუხოს, რომ ერთმა გაუნათლებელმა თითოეულ თქვენგანზე უფრო გაუნათლებელმა ბევრად, იმიტომ რომ თქვენ ყველანი ხართ 100 მაგათ განათლებულები და 100 მაგათ გაკეთებული, რა თქმა უნდა. მართლა როგორც შევადარო, მართლა გაუნათლებელმა ადამიანმა. მართლა გაუნათლებელმა ადამიანმა და თუნ ჩაიგდო ხელში საქართველოს გადაწყვეტა მისი დაპრივატება. ნათელი, განათლებული, ჭკვიანი, ინტელიგენტი ხალხი ხართ თქვენ და ხართ არიან ჩვენ ორგანიზაციაში. როგორ შეიძლება ეს ხალხი აი ამ ხალხს რომ წაართვეს ხელისუფლების სათავეები, მაშინ წავიდა ქვეყანა უკან. ყველაფერს ხო თავის ფასია. თქვენ რომ ჩამოგართვეს და ეს ახალგაზრდობა რო არ მოუშვეს, ამან გამოიწვია ყველაფერი იმას, რასაც უყურებთ. ეს ხო ციდან არ ჩამოვარდა, ეს ხო მართლა რაღაც სოფლიო კონიუნქტურის შედეგი არ არის. ეს არის კონკრეტული უნარობის შედეგი. რამდენი ჩვენმა შექმნა ინსტიტუტები 4 წელი გახაჩა რაც შეიძლება კიდე არ ჩამოიშალა, ეხლა უკვე დაიწყო ჩამოშლა. აბა რა იქნებოდა? არ იცი არა მას მართო. ეხლა როგორც ფრინავს რომ ავტოპილოტზე რო ყავს თვითფრინავი და ფრინავს რომ გვერდზე გაწევს და ვიღაცა ჩაჯდება თვალი გძალ. ეხლა ის თვითფრინავი იფრეს და მე დაკარგავს სიმაღლეს, სადადო იფრინავს ვიღაცა ბოლოს ხონდა ატაროს ვიღაცა, ხო? ესევეა ქვეყანა მით უმეტეს. ასე რომ ამ პირობებში ახლა რა დროს ყოყმანია და რა დროს გაწესავზე დაგნა და რა დროს ისაა რომ უიმე თუნდაც ჩვენ თავარი პრობლემა არის რომ ზოგიერთ ხალხის 99% ჩვენი არ ესმის და სააკაშვილი არის გვერდზე გასაწერე და იქნებ დაფიქრე რომ როცა 99% ჩვენი არ ესმის იქნებ შენში არის პრობლემა ასე იქნებ შენ რაღაც არასწორი იქნებ შენ დაუშვი შეცდომი ხო შეიძლება ყველა ცდებოდეს ხალხი კაი დავწო მე ერთი წუთით რო გძნობდი რომ თქვენ ფიქრობთ რომ მე უნდა გავიწიო გვერდზე ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი ისე გავიწევოდი გვერდზე. ერთი წუთით არ დავფიქრდებოდი, იმას კი არ დავიწყებდი, რომ ხალხი როგორ არ მაფასებს და როგორ ისე რა ქვია, რა დამართნია ამ ხალხს. რას ლაპარაკობ? მე ვარ თქვენი ვალი და თქვენ არ აგაქვთ ჩემი ვალი. იმ 1%-ს აქვს თქვენი ვალი და თქვენ არ აგაქვთ მათი ვალი. იმ დეპუტატებს რომელიც გავიდნენ, მათი ნაწილი ძალიან ჯანსაღია, მაგრამ მათ ვისაც გადაწყვიტეს რომ ჭკუა გარიგონ, იმათ აქვს თქვენი ვალი და ჯერ იმათ არაფერი ისე დამსახურებები არ აქვს, რომ ჭკუა გარიგონ. დამსახურებები გაქვთ თქვენ. და ამიტომ თქვენ უნდა აიღოთ ეს ხელში, ამიტომ არ გადაადებიოთ ეს კრილობა ჩემი აზრით. ჩავატაროთ ჩვენ ორგანიზება არასოდეს არ გავჭირებია, ძალიან მაგარი ჯგუფი ადგილზე და გააკეთებს ამას. ჩავა ხალხი იტყვის თავის სიტყვას, არაფერი ჯგუფი არ იქნება ცივილიზებულად გადაწყვეტ ყველა საკითხს. აი ხა. ამას კიდევ რა გითხრა?
Hari Krishna. გეთახმებით არ არსებობს ნახევრად სიმართლე და არ არსებობს მეოთხედ სიმართლე მეათე. დიახ, ამიტომ მე ვამბობ, ჩვენ არაფერი არ გვაქვს სამართლო, ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ ჩვენ მოვედით სახელებით, ჩვენ ვიწყებთ ახალი მოძრაობას და მე გეთახმებით რომ უთხრენო, აი ეს ბრძოლა აგებულია. ეს უნდა გაწიო. ადამიანი რომელიც ეს გაწიო. და იმის ხმაზე იმის უბრალოდ თქვა. ვიიტრო ბრახურა, დათო. ეს ოდნა უკან არ გაწიო. ვისაც ზურთ დღეს ჩვენი პარტიის დაშლა, ვინც აი და ის ასხამს ივანიშვილის დისკუსიას წყალს. ამიტომ მე ვარ თქვენთან ესეთი კონკრეტული შემთხვევა, ბატონო პრეზიდენტო, რამდენად უშინით თქვენ ხელს, რომ იყოს თქვენ თავმჯდომარე, ან იყოს ეს თანამდებო ვაკანტური. რამდენად უშლის ეს ჩვენ მოძრაობას ხელ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია მაგალითად. ხმა ჩართო. არა გარდა სიმბოლურისა. თავარი ის კი არა, თავარი იყოს ჯოლისუნარიანი ხალხი პოლიტიკურ საბჭოში, აირჩიეთ ახალი ხალხი, აი თქვენ აგირჩიოთ ან ნებისმიერი ხალხი აირჩიეთ თქვენ ვინც მართლა იბრძოლებს, ვინც იმას კი არ იქნება, რომ ხელმოღერებული რომ აბა ივანიშვილს არ ვაწყერიოთ, აბა კობახიძეს ცოტა შევაკოთ, აბა არასამთავრობო ორგანიზაციები რა სიტყვია საი ადამიანები, აბა ის რა ქვია, სადმე რაბინას დაწესებაში და Facebook-ზე ეგ კი არა. ვინ მოახერხებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას? იმ წუთში ჩვენ უნდა შევხვდეთ სიტუაციის მომწიფება. მე ჩავერთები მთელი ჩემი რესურსები, მათ შორის პიროვნულადაც, აი ხა ტექნიკური საშუალებები ამას იძლევა. უამრავი ადამიანი ჩამოყავს და უამრავ ადამიანს ველაპარაკებს. ქარებედო ტექნოლოგიებში ადვინია. მე ერთი რამ მინდა გითხრა. ჩემი ცხოვრების მიზანია საქართველოს გადარჩენა ხელახლა. ამის გარეშე ვერ ვიქნებ, ვერ საწბედნიერ. ეს არის ძალიან მარტივი რაღაცა. არ მოგეთხოვოთ ის ვინც დახტო საქართველოს სანაცალია სააკაშოს თავისი კარიერა ყვილია ეს. აქვე ვარ სწორედ იმ გარემოებების გამო, რაც ჩვენ რა კარგად იცით. და ეხლა ჩვენ იმ გარემოებებში რომელიც ვართ, უნდა ვიპოვოთ ადგილზე ჯოლისუნარიანი ხალხი, რომელთან დაუჭერთ ხალხს და ისინი იბრძოლებენ. ერთმანეთს კი არ დაჭამენ ისევ. ყრილობა უნდა დაამთავროს ეს ვინც დასარჩენია უნდა დარჩეს, ვინც გადაწყვეტს რომ არა ახმისი ადგილი და თავის გადაწყვეტილება მიიღოს, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ აქ უნდა დარჩენ პოლიტსაბჭოში ჯოლისუნარიანი ხალხი, ვისაც შეუძლია ყოველდღიური წინააღმდეგობის ორგანიზება, ვისაც შეუძლია ამ ყველაფრის შემოbrunება. და არა ლაპარაკი რომ უნდა შევეგოთ რომ კიდევ 4 წელი უნდა წყნარად ვიყოთ. არა, მე ვერ შევეგოებ, იმას რომ 4 წელი ყოველდღიურად ანადგურებენ ჩვენ ქვეყანას. ყოველდღიურ განადგურებას უნდა უპასუხოთ ყოველდღიური წინააღმდეგობით. ყოველდღიური დისკომფორტით მათთვის, ყოველდღიური ბრძოლით, ყოველდღიურად იმათი შეკავებით როგორც მინიმუმ ზიზიანის მინიმიზირებით და პრინციპში იმით რომ საბოლოო ჯამში ეს ხალხი მოვაშოროთ. თქვენ არ გახსოვთ ჩვენ მთელი 8 წელიწადი სულ გვარყევდნენ რა შეიძლება. და გვარყევდნენ 1000 გვარი პირდაპირ ვთქვა, უცხოეთში შემოსული ფულით, ინსტრუქციები და ყველა. რეები არ მოგგონს. ეხლა თელი ლაპარაკი იმაზე რომ მე მგონი არ უნდა გავიმეოროთ მათი ნარატივები. მე ეხლა ვიცი რომ დადიელა სიგარული ლაპარაკი არ და ვაიმე სააკაშვილი არ არის ფორმაში, ვაიმე ხედავ ყველას მოღალატეებს ეძახი, ჯერ როდის დაინახეს ვის ეძახი მოღალატეებს. არ ექსი არ მიხსენებია. თქვი რომ არ მომწონს ბევრი რაღაცა ვადასტურებ, რომ არ მომწონს ის რომ არ არის ეს იმ დონის ბრძოლა როგორც უნდა იყოს. და მაგას ხელახლა ვადასტურებ და ვისაც არ შეუძლია იმ დონის ბრძოლა, უნდა მიცეს საშუალება მათ ვისაც შეუძლიათ, ვისაც ვჯერა გაგვატარეთ. თქვენ ხო არ გჯერათ რომ უფრო ადრე დავამთავროთ, გაგვატარეთ ვისაც ვჯერათ. თქვენ ხო არ გჯერათ რომ თქვენ დანაშაულებები არ ხონდა. გაგვატარეთ ვისაც ვჯერათ. ასე რომ აი ძალიან მარტივია რა. აქ არის ძალიან მარტივი ის რომ ჩვენ აქ აი იმას და სააკაშვილში არ არის. მათ აქვს პრობლემა ბრძოლისუნარიან ხალხთან. და ბრძოლისუნარიანობა გურულებს არ ესწავლებთ. გურიაში არ შეიძლება, გურიაში არის ყოველთვის ყველაზე მეტი მუხტი სამართლიანობის ბრძოლის, სამართლიანობის გამსაფრებული ცნობა.
ვიცი ბები ამყავდა გურული და ვიცი სამართლიანობის გამძაფრებული გზნობა. ამიტომ თქვენ ყველაზე კარგად გესმით, რომ ეხლა უსამართლობა არ უნდა მიცეთ და მართლა სწორად თქვით, ნახევრად სიმართლეა, მეოთხედ სიმართლეა, ველური სიმართლე არ არის. არ ხართ შეთავშაცმული, არ ხარ. და ყველასთვის კარგი ვერ იქნება. ცხოვრებაში არ მიფიქრე რომ ყველასთვის კარგი ყოფილიყავი და რატომ იყოს ვიცილოდეს ვინმე იყოს. მოდი ეხლა ის სხვა დრო დადგა თელი წინასაარჩევნო კამპანია გვესმოდა რომ გავა 6 პარტია და კოალიცია და გავაკეთო. მეუბნებოდი არ იქნება, არ შეუშვებს ივანიშვილი. მაქსიმუმ შეუშვებს ირმაინაშვილი. არა, ბევრი გავა ჩვენ მაინც ისე მოგვიხდება. სად არიან ეხლა ეს პარტია? ყველა ოთხი. ყველა ვინც დაიწყებს კუდის კიცის ყველა გაქრება პოლიტიკა. ეს არის პოლიტიკის პრინციპი. და მე არ მინდა ნაციონალურ მოძრაობა გაქრეს. ამიტომ ნაციონალურ მოძრაობა არ შეიძლება აქ იცინოს კუდი. ნაციონალურ მოძრაობა უნდა იყოს ის რაც ყოველთვის. ნათელი, გასაგები, ის რაც ძოლისულარიანი გუნდი. და ამას უნდა მივახციოთ ამ ყველობას. ერთხელაც ამუდამოდ. ყოლვარებით და ინტრიგებით არ ხდება ეგეთი რაღაც. მე რატო ყოველდღე ვერთვები? ეხლა ჩვენ ვწარდებით და ვიცი რა გაწყობა. რატო ვერთვები? იმიტომ რომ მანამდე ველაპარაკობთ პატარა ჯგუფს და აღმოჩნდა რომ არ გამოდის ესე ხალხთან ველაპარაკობ. ხალხის წინაშე ვარ დაგაშვალდებული და ერთიაგივე ხუთი კაცი ერთმანეთს ველაპარაკებთ, მე იქიდან არაფერი არ გამოდის სახე. ეგ არის ეგ. გამოვიდნენ ისინი და ველაპარაკობ ველობას. რასაც მე მაძახები ყველაფერს, რომ სააკაშვილი ზედმეტად იმპორტურია, ზედმეტად ფიცხია, ზედმეტად ისეთია. ყველაფერი ეგ არის გურული ისეთი. ამიტომ ჩვენ ვერ შევხვდებით იმას, რაც ქვეყანაში ხდება. რა თქმა უნდა, მარტო ზოგადი ლაპარაკი და ზოგადი ლაპო საქმე არ კეთდება. ჩვენ უნდა ყველანი უნდა თქვა სიმართლე როგორც არის, უნდა გავცეთ პასუხი როგორც არის, უნდა წინასწარ ყველა პრობლემაში ვიყოთ იდენტიფიცირებული და ვიყოთ საქმის ყურში და უნდა ამ პრობლემებზე პირდაპირ ყოველდღიურად ვარდნად თქვენი ვარდნებიოთ, თავი ვარდნებიოთ და გავაკეთებიოთ. თუ არ გააკეთებთ, უნდა მოშოროთ. ამას ეს არის ფუნქცია ნაციონალურ მოძრაობას. ნაციონალურ მოძრაობა არ არის პარკეტის პარტია. ნაციონალურ მოძრაობა არ არის ჭერმოღერებულების პარტია. ნაციონალურ მოძრაობა ვერ იქნება პეროიანების პარტია. ნაციონალურ მოძრაობა ეს არის ხალხის პარტია. ხალხი, ჩვენი ხალხი არის განათლებული. არტად მოაზროვნებს ძალიან შრომები. ჩვენ ხო დავარქვით მთელი მითები. ჩვენი მითები რა იყო საქართველოს უსახურები, არამის მაკრისები, მარტო სიმღერა და ისიც არ კარგი. სიმღერაც კარგით ვიცი და ცეკვაც ამაში, მაგრამ პირველში შრომა ვიცით კარგად და სახელმწიფოს შექმნა ვიცით კარგად. ყველა კი არ შედარდია უკრაინაში და სხვაგან ჩვენ მიერ შექმნა სახელმწიფოს. ამიტომ ვიცით რას ვაკეთებ, გავაკეთებ ამას მომავალშიც და მე მაქიხარ თქვენი იმედი. იცოდეთ რომ როგორც კი 1% შანსი გაჩნდება ამის ელემენტად რომ ეგრევე გავჩნდებით თქვენ გვერდით, მაგრამ ამასაც და ყველაფერს მოვწადებ. მე ჩემთვის ყველაფერი რასაც ველაპარაკობთ არის გადამწყვეტი ჩემი პირადი ცხოვრების და ჩემი ცხოვრების. და ასე რომ მოდით ახლა ვიმუშაოთ, ვიყოთ საქმის კოორდინაციაში 20 არ ვარს, აუცილებლად ჩავატაროთ ხელობა, ავირჩიოთ დელეგატები, ყველა თქვენი წარმომადგენელი. ამ დელეგატებს აირჩიოთ ახალი პოლიცია, ახალი ხალხი, ის კი არ თვითონ დაინიშნოს თავი, ახალ ჯერ თავი დაინიშნეს პარლამენტში, ჩაიწერა პოლიციამ უმრავლესობა თავი პარლამენტში, მერე პარლამენტმა შეადგინა თვითონ გეგმა კამპანიის, მერე თვითონვე გადაინაწილეს გამოყოფილი რესურსები და ეხლა თვითონ უნდა დაინიშნოს თავი პოლიციამ. შეგრე არ გამო პოლიციამ ეკუთვნის ხალხს, პარტია ეკუთვნის ხალხს. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ხალხმა უნდა აირჩიოს, ხალხმა უნდა დაინიშნოს. ამის კონსულად თქვენთვის ძალიან მადლობელი ვარ თითოეული ქვეყნის მუშაობისთვის მართლა. თქვენის დეპარტამენტს გავაგზავნებ გზას, იმიტომ რომ იქ ველოდება მთელი 4 გამგებელი და ეგეც ზისპირას და გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კიდევ და ხალხი ველოდება რაიონულ ცენტრში აქაც, მაგრამ ეხლა ვარ ზუსტად რუმინეთის საზღვარზე, დუნაისპირას, ბილკოვაში. მაგრამ მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ერთი წუთი თქვა თქვენზე ფიქრს. დიდი მადლობა და 20 შევხვდებით ხელობაზე. თითოეული და ასე ფერფლოგას ველოდები ახაც, სანამ დაუბრუნდეთ საქართველოს. საქართველოს დაბრუნებასაც უნდა ერთობლივი ჩვენი ქმედებები და მუშაობა. და ამას ვთქვი. ყველაზე ლამაზი ქალები საქართველოს კი არა, სოფლიოში არიან გურიაში. ასე რომ ეგეთი ლამაზი ბებია ლამაზი ცხოვრება. და ლამაზი ცხოვრება რომ იყოს, ამისაც ჩვენ უნდა გავიმართოთ. და ჩვენ უნდა გავიმართოთ, ამის უნდა ვიყოთ ერთიანი და ამის უნდა ყოველგვარ ყოფანი და ეჭვები გავდოთ გვერდზე.
და ქვევით და განსისხმით გელოდა კიდე ერთი სრულიცას კალენდარზე კიდე გუჩვით ქვევით გელოდა დავყარეთ უნდა დავყარეთ ბრძოლის უნარიან მართლა ძლიერი ორგანიზაცია შექმნით და ვერ დავიდგება წინ ივანიშვილი მაგის კრიკები ყველა უკვე ვიცით ჩვენ თუ არ ვიქნებით პაჩაკები და სუსტები ვერაფერსად ვერ ვგიზავთ ეგ აბდალი ეგა ასე